YouTube-ის ამ ეპიზოდში მოგზაურებ ბრატისლავაში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის გულში და ისევე როგორც ცნობილ ფილმ ევროტურში ვიქნებით 3 ბიჭი და 1 ისერა ბიჭი. და 4-ვე ერთად შევესწრებით, რომ შემოგთავაზოთ ნამდვილი ქართული ევროტური, რადგან გვექნება ზუსტად 1.73 თეთრი და შევესწრებით, რომ ბრატისლავაშიც ავტოსტოპით ჩამოვიდეთ ბუდაპეშტიდან. ეხლა კი წამოვნახოთ თუ როგორ ჩამოვედით. ევროტური ფილმი, რომელიც ყველას ნახი გვაქვს და რომლის ყველა საკულტო ფრაზაც ზეპირად ვიცით. მისკუზი. შემოიტანეთ ფლუგენ გეგენ ხოლენი. ნაყინი არ დაგეწოს დებილო და სხვა უამრავი, რომელიც ალბათ მილიონჯერ მაინც გითქვამს შენი მეგობრისთვის. აურა პლასმასის ხვერია. და რამდენჯერ გიფიქრია, რა მოხდებოდა თუ შენ და შენი 3 მეგობარი ერთად აღმოჩნდებოდით იგივე მოგზაურობაში ევროპის გარშემო. და მეც სწორედ ამ ამბის მოყოლას ვაპირებ თქვენთვის, თუ როგორ აღმოჩნდი მე და ჩემი 3 მეგობარი ბრატისლავაში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის გულში. და რა შედეგამდე მეგვიყვანა უაზროდ ბევრი აფსეტის დალევა. ნუსვადმეთი ვაკალეობას ხოთხი. გავხსენეთ თუ არა საკუთარი სასტუმრო, ყავდა თუ არა უჯიშო დაძმა და მოუწია თუ არა რომელიმე ჩვენგანს ფლუგენ გეგენხოლენის ატაკი. ეხლა კი მოდი გაგაცნობთ ჩვენს კასტს. კუპერის როლში გიგი ქათამაძე. სუპერძალები მოყავს ყველა ქვეყანაში 1 ცოლი, ავტოსტოპზე შეუძლია გააჩეროს მანქანა უხელფეხოდაც კი და მე მეხმარება რომ აღვაჩინო ჩემი ფიონა. ჯენის როლში ანუ უჯიშო და ელენესების კვერაძე. სუპერძალები. კარგად შეკრული ქართული. თავარია ვიდეოში კარგად ჩანდეს და სულსაც კი გაყიდის. დადესადაც გინდა და შეუძლია რომ დაიძინოს. ჯეიმი, ანუ უჯიშო ძმა, მიშო როსტომიანი, არის უნიკალური პროექტის სომხური მოგზაურობის ავტორი. შეუძლია იმოგზაუროს 1.73 ევროდ თუნდაც სკანდინავიის ქვეყნებში და არის პირველი ქართველი ლამბერსექსუალი. და მე, სკოტი, რომელიც ფიონას აძებნად ვივდივარ ბრატისლავაში. სუპერძალები? ამით თავს არ შეგაწყენ, რაც თავარია, არხი გამოიწერე და ჩემს ყველა სუპერძალას ეტაპობრივად ნახავ ჩემი YouTube-ის განვითარებასთან ერთად. და ისევე როგორც ევროტურში, ამ მოგზაურობის იდეაც ჭამის დროს გაჩნდა. ეხლა ნახეთ რა, ჩვენ ვართ აი აქ რა, თბილისში. და უნდა გადავიღოთ ქართული ევროტური. ამიტომ წავიდეთ სად? ბრატისლავაში. წამო რა შენს და ერთი კაი კოლაბი მოვწყვეთ რა. ბუდაპეშტით გავიარო. და თერმოსკლებში უწყობა. და 100,000 ნახოს დავდოთ? ეგა, ეგარი. და აი, აქედან დაიწყო ჩვენი მოგზაურობა, რომელსაც შვილიშვილებსაც მოუყვებით. ეს იქნება ევროტური ქართულად. და აი მისი პირველი სიბრძნეც. არც ერთი მეგობრობა არ ღირს იმ 9 ევროდ, რომელიც ერთად დაჯდომისას უნდა გადაიხადოს. ეს არის მეგობრებო ტრეველერის სიბრძნე. ყოველთვის უჯიშო დათმა თალკე გაუშვით და ჩვენ ახლა აქეთ მოვდივართ რა. გამომიგზავნე? რა? გუდები? დასონა ჯეჯება. მობინექსის ინტერნეტი მეგობრებო. გუდები არ მოყვება მაგას ეგეთი. არ აგზავნა გუდები. მობინექსი. არა ინტერნეტი არის სადა. მიგნის დაფრევა რა. Špioniro golubiro. და სანამ სხვებს ძინავთ, მოდი მე გაგაცნოთ ჩვენი მოგზაურობის წესებს და გამოწვევებს. მოგზაურობის წესები. გვაქვს ზუსტად 1 ევრო და 73 ცენტი. რითაც უნდა გადავრჩეთ ბრატისლავაში. ბრატისლავაში კი 4-ვე უნდა ჩავიდეთ ბუდაპეშტიდან, რა თქმა უნდა, ავტოსტოპით, ისე როგორც ეს ევროტურშია. ბრატისლავაში უნდა ვცადოთ, რომ 1.73 ევროდ გავხსნათ ჩვენი სასტუმრო და რაც მთავარია, ვეცადოთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ დააფლუგენ გეგენხოლენონ, ან არ დაამისკუზონ, რაც ალბათ იცით რასაც ნიშნავს. რადგან ჩვენი ევროტური ქართულია, აი ეს გენიალური ჰიმნი არის ოდი რომ მე და ის გოგო. ამ ჰიმნით შევცვალეთ. მანამ, სანამ ახალ ჰიმნს ვამუღამებდით, გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც დაგვეხმარა, რომ აეროპორტიდან მისულიყავით ისეთ ადგილას, საიდანაც გასტოპვა უკვე შეიძლებოდა. თუმცა უნგრელ ხალხზე მოგვიყვა ისეთი ისტორია, რომლის მერეს გასტოპვის დიდად მუღამი აღარ გქონდა. Couple of months ago, I have a tire. It's break my tire, yeah? And my internet is finished, and my battery is fucked. My charger is not in the car. I tried to stop someone for helping. Yeah. Nobody stopped me. Great story. So what would you say? What would you say? Will someone stop or not? Not. Not. Great song. This is Georgian song. Please. Yes, sing it please.
The most famous Georgian song. ამ კაცს მალევე დავამშვიდობეთ და ეხლა კი დრო გაგაცნოთ ავტოსტოპის წესი ნომერი 1, რომ ყოველთვის თან უნდა გქონდეს გზააბნეული კარდონი, რომ თავად არ იყო მერე გზააბნეული. მე კი როგორც გამოცდილმა ავტოსტოპერმა გიგისთან ერთად ეს კარდონი მაკდონალდში ვნახე. გავწერეთ? ნახევარი საქმე არის გაკეთებული რა. La polizia. Ah, ყველა დუბედი დამის. ტრაკი დახატა. ოშ, შპიონირო, გოლუბირო. ყვავი დახატა. მოიცადა? უკვე დრო იყო, რომ ავტოსტოპზე დამდგარიყავით და ჩვენი პირველი მძღოლისმიერ ნათქვამი დებულება გაგვებათილებინა. და აი ჩვენც დავდექით ავტოსტოპზე 4 შეუჩერებელი სული. გადააჭი ბიჭო. ყლეიეს. აჰა, ხო, სად ვიყავით? დიახ. 4 შეუჩერებელი სული. აი უკვე 8 წამია აღდგავართ და არაფერი არ გვიჩერებს. და ელენე, შენი ჩვენ ახლა იმ ბუჩქებში შევალთ აი იქეთ რა. და შენ დადექი. გატრიალდი აბა მიდი. მარტო არ დამტოვოთ ეხა. მაშინვე გამორბით. და რა ვიცია იმენა. ოპა, იმენა შო. Ime cata salvaje, corre tu pasión. ნაზი ბიჭო. Ime naje, azacho, ცხენია, ყავსე და ამას. Wow. Wow, so sexy. Გასეშ ჩვენს მაკაცია რა რა. აი ეხა აჩერეთ ნახე. არ შეხედა. აუ, ღა გეი იყო. გეი, ფუ გეები არიან ესენი ყველა. ევროპაში 6 გეი დავთვალეთ. იმას არ უჩერებია. ჩვენ გოგიჩერებს. 4 კაცი. ოპა, ჩვენ გვაქვს substitution. Substitution. La polizia. ოპა, la sexoia. აუ, დაგვეძრა, დაგვიჭერა. არასწორად ნაბლოდ არ ვიდექით, მაგრამ არაფერი გვიჩერებდა და წინა მძღოლისმიერ ნათქვამის სიტყვებით სამწუხაროდ მართლდებოდა. ამიტომ გავაუწყდეთ, რომ ესეთი რაღაც მეგვეფიქრებინა. Choose your fighter. როცა მთვარე ამოვა სიყვარული მასში გამოვა ბიჭი ვარ იასამის უჯდან გოგო მყავს საგაი ჩემი დედა ვარ ეგ გამიჩერდი და რადგან ამ საოცარმა პერფორმანსებმაც არ გაჭრა, ამის მერე უკვე რადიკალურ ზომებს მივიმართეთ. გიგიმ ევროპაში დარეკა ძველებთან და ცუც კი მისსა. ჯერ მე გავეკიდე მანქანას, მერე გიგი, მერე კიდე ორივე ერთად. ბალერინა კაპუჩინაც ვიცეკვეთ და ავტობანზეც გვეძინა, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ დრო დადგა ამ ვიდეოს რიგით მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი სიბრძნე გაგაცნოთ. მოკლედ მერე ჩემსავით რო არიდგეთ ავტოსტოპზე ესე და რო არიწვალოთ და აგერ ამათსავით უკან რო არიან შეგიძლიათ შენი მეგზური ესეთი ტურისტული კომპანია არსებობს დაუკვეთოთ ტური სადაც გინდათ სახვიდეთ ძალიან კომფორტულად და ბევრი არ იწვალოთ ავტოსტოპზე. თუ მაინც ავტოსტოპი გირჩევნიათ, მიყურეთ რავი, აქავარ და ნახეთ როგორ წვალო. და რადგან ჩვენ ტური შენი მეგზურთვის არ დაგვიკეთავს და მხოლოდ 1 ევროს და 70 ცენტის იმედად ვიყავით, გადავწყვეტ რომ ძველი ქართული სიბრძნისთვის მიგვემართა და ბაბუაწვერასთვის ჩაგვეთქვა სურვილი. და რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს სურვილი იმაზე მალე აგვისრულდა, ვიდრე ვიფიქრებდით. სად მივდივართ? Hello. Hello. ვარ გადაო, ჩემი. Thank you very much. იმენა სად მივდივართ, არ ვიცით, მაგრამ მივდივართ სადღაც. ამა არის ინგლისური თუ რატო? არ არის. აი, თავადია მივდივართ. დაგვიდივართ გიონ ესე თქვა რა. და საათიდან სადნახევარი იქით რა და მე ახლოსავართ საზღვართან უკვე რა. მოკლედ ის მანქანა ვერ გავაჩერეთ, რომელიც ავტოევროტურშია ეს დიდი ფურგონი. მაგრამ გავაჩერეთ რა თავარია. მოკლედ გიგი ჩაეძინა და ეს კაცი რო არ აღმოჩნდეს მის ყუზი, ჩვენ ვყარავთ. მე ნახდებოდი პრინცესა. მართალია ეს მანძილი მალე გავიარეთ, მაგრამ როცა ავტოსტოპზე დგახარ, რამდენიმე საათი, რამდენიმე კილომეტრის კი ძალიან დიდი мотиваციაა შენთვის. და ჩვენს ახალი ძალებით და ახალი სტრატეგიით შევძლებთ მოგზაურობას საოცრებო ბრატისლავისკენ. ეხლა უნდა გავიყოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ესე 4 ვერ წავალთ, ყველას ფეხებზე ვიდივართ, ამიტომ როგორც განგებამ გადაწყვიტა და გიგიმ
მე და მიშო წავალთ ერთად. Let's go. და ელენე და გიგი დარჩებიან ცალკე. მე მეტი შანსი მექნება რომ წავიდე. ამათ. ნახოთ რომელი მოუგებს. თავარია ბატონსავში ჩავიდეთ, იმიტომ რომ მე ფული უნდა ვიშოვოთ. გაგვიჩერა, შეჩება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც ორად გაყოფა მიშველა და 1 საათის შემდგომ ერთმანეთს ტყეში შევხვდით. ჩამოვედით. ბრატისლავაში ვეთ, ესეთია რა. ხო კარგია. ეს არის ბრატისლავა. აი, რამდენ ქვეყანაში გამისტოპია და ამაზე უჯიშოერი მე არ მინახია. გავაჩერეთ რამეს? ჰა? კი, გავაჩერეთ. აი, გეტყვია, ჩვენ გავაჩერებთ. მანქანაში ვიჯდებით 21 წუთში. 2 minutes later. Close to Bratislava? Hello. Hi, it's on the way. I can bring you about 40 kilometers. 40 kilometers. Yeah, to the next. Yeah, we're standing here for 3 hours. And there it's going right to Slovakia. I'm going to Austria. There are Come in. 2 our friends there. Can we also sit them here or not? If not, we're gonna split. It's okay. Yeah. Don't worry. But We will if split it's okay. I think you can. Oh, thank you so much. ხო თქვი რა 21 წუთს და ვიჯდებით მანქანაში. ეგ არის, არ არის რომ ისო შევისწრენეთ. No pressure და გამოვიდეთ. ვერაჩერებთ მანქანას. ბაბუა წერა, დაიმახსოვრეთ. მიხაელოთა, მაგრამ გაჭერდა. ბაბუა წერა. No pressure. შევისწრენეთ, მაგრამ გამოვიდეთ. აი ეგ არის. ვინ არის ეს კაცი? რემბო, ტელეფონი რო, ესა. იქ არას დროს მე არ წავალ. გადაობა ისე რომ ამდენი ხარია 4-ი ერთად მოვდივარ და ზართული ეგ რეალურად 4 კაცს ერთად გადაადგილება რა ზართულია რა კაცის ხოლმე შედგას რა ამ სტოპსაც მალე დავამშვიდობეთ და პირველი რაც გავაკეთეთ რა თქმა უნდა ბაბუა წერა ვნახეთ რომ ახალი მანქანა რაც შეიძლება მალე გაგვეჩერებინა მე ვიტრო დილის 7 საათის მერე არ გვიჭამია. საშინელება ის დამღავთ ანუ სამოგზაურო ამარო წამიყვანა მაინც. ო, აბა ამას არ მივყავარ და. აი, ლა პოლიცია. აქამდე არ მithმოსო. გამოიწერეთ რა ჩემი ახლა მეგობრები. დამასწრებს გვაიბენ, გამიხარდება ძალიან. გამახარეთ. მიშო წავედით. არიქა, ქვეშველა, მარა იღრუბლება. ძლივს ხალხო ჩვენმა მე-4 სტოპმა გაგვიჩერა, მარა იღრუბლება და მეგობრები წვიმაში გვიწევს რომ ფული ვიშოვოთ. ბრატისლავაში ჩასვლა თუ ესე გაგვირჭირდებოდა ვისე გონა. და იქ ფული შოვნა როგორ მოხდება? ვიშოვით ფულს ბრატისლავაში. გვიანი არის. გაიხდის. ანუ მთელი დღე ვწვალობთ რომ ბრატისლავაში ჩავიდეთ. რა გაწმინდე? ანუ მთელი დღე ვწვალობთ რომ ბრატისლავაში ჩავიდეთ. ევროპის კიდევ ვერ ჩავედი. მაშინ როცა უკვე საწვიმრებს ვამზადებდით, რადგან საშინელ წვიმაში უნდა მოუყოლილიყავით სად იყო და სად არა, გამოჩნდა ჩვენი ბოლო მხსნელიც. ბრატისლავაში ვიდივართ? საბარგუში ადგილი აქვს? არა. ელენე შეძია? და მაშინ როცა მიშოს ძალიან უხარო და ბრატისლავაში ჩამოს. ბრატისლავაში. ჩვენ არ გვახსოვდა ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კადრი ფილმიდან. ის სად დაგვეცრა? Американец, бля? Yes. I love America. Телевизор Широ, Рэмбо, Магария. Магари фильме, бля, да хуе. კარგი. მოდი ახლა მართლა განახებთ თუ როგორია ბრატისლავა, ქალაქი, რომელზეც ალბათ ბევრ ჩვენგანს არასწორი წარმოდგენა აქვს. ბრატისლავა სლოვაკეთის დედაქალაქია. ხო, არანაირი ჩეხოსლოვაკია 1993 წლის შემდგომ აღარ არსებობს. და როგორც თავად ხედავთ, ეს ქალაქი საკმაოდ ევროპული და ძალიან ლამაზია, რითაც ჩვენ საკმაოდ გაოცებულები დავრჩით. ასე რომ ლეგიტიმური იყო დაგვესვა კითხვა. ბიჭო, ხომ არა ეს ქალაქი როცა ცუდი არ ჩანს როგორც ევროტურშია? ფული რამდენი გვაქვს? Disgusting. აჰა, დააგდე.
რამდენი გამოდი? ევრო და 63. და რადგან ამ ფულით არათუ საკუთარ სასტუმროს, არამედ უბრალოდ სასტუმროშიც კი ვერ გავათევდით ღამეს, გადავწყვიტეთ, რომ გიგი სტრატეგიისთვის მიგვემართა და გაგვეხადა. აგიკვირდებათ და ამ მიდგომამ არ გაჭრა, ამიტომ უბრალოდ მაისურები გამოვიცვალეთ. და აი ესე გადავედით მეორე ნაწილზე, თუ როგორ ვიშოვოთ ფული ევროპაში, როცა ის თითქმის არ გვაქვს. გადავწყვეტ მოვიპაროთ, მოკლედ, ფულის საშონად სულ რაღაც 3-4 საათი გვქონდა. ამ დროში უნდა გვეცადა ყველაფერი. დაკვრა, ჩახუტება, ცეკვა, ვინმეზე დახმარება, ან ნებისმიერი სხვა რამ, თავარი იყო რომ სასტუმროს და საჭმლის ფული გვეშოვა, რომ ქუჩაში არ დაგვეწია. მაგრამ იქამდე რამე მაინც უნდა გვეჭამა, რადგან მთელი დღის ნამგზავრები უკვე ცუდად ვიყავ. მოკლედ, რადგან ძალიან ხშირია, მთელი დღე ავტოსტოპის გაბარ გვიჭამია. ნახე რა სახია. კიდე მოდი. აი ეს რაღაც. რაღაცა ისპანახია, თუ რა საზრობა იქნება. არ მიყვარს ისპანახი. ევრო და 70-დან მეტი არ მოდის ამ არ მიყვარს ისპანახი. ამიტომ ეხა ამას ვიყიდით, შუაზე გავტეხავთ და წავედით ფული უნდა ვიშოვოთ. ამით დავიღოთ დაკვრა, ეს იყო ჩვენი lucky coin. Thank you. ნახე რა ალბათ მყოფია ჭამა. შია, შეჭემა. მომე ამას მე და მე შეგავენაცილებ. აი. სტაიერობ შია მაგიტო თუ ისე შია რომ ახლა ძმაო. პირველი ლუკვა. ჯოკებრიელი. ზამთრია. აუ გავძეხი. ხო, აბა, ანუ ვიღაცა რომ დაინახავსო ფული არის, მეტი мотиваცია აქვს, რომ ფული მომწეს რა. მე სხვადასხვა ვინც არის იცით, ხალხო, პატარა რო ვიყავი, ეგრე მაგრობდი მართლა ფულს რა. უნივერსიტეტში როცა დავდიოდი, სამსახური როცა არ მქონდა და არც ფული, ჩემი პირველი სამსახური იყო ეგ რომ გიტარაზე უკრავეს მე ჩემი მეგობრები ქუჩაში რა. აი ხა აქაც გავაკეთებ, დიდი ხნის მერე დაუბრუნდები ჩემი პირველ პროფესიას. ხარ თუ რამდენის ხარ? 27-ის. უი, ეგ კაკო გაიჩინა. კაკო? ვა, კაკო. კაკო მიყვარხარ. კაკო გაიჩი. ნახე რა მაგარი ქალაქია მეგობრებო. გვატყუებენ აში ხო? გვატყუებენ, ჩვენ გვაწყობენ სიცრუეში. მართლა ლამაზი ქალაქია. შეხედე, ანუ იმე ევროპა. თან არის ეხა ხო ჭამეთ, ეხა ვაფშე სხვანაირად ხედავ, აქა უფრო ლამაზი ჩანს აქაურო. რადგან ძალიან გვეჩქარებოდა Old Town-ში დასაკრავი ადგილის ვნახეთ, როლებიც გავინაწილეთ და დაკვრას დავიწყეთ, რომ ჩვენი პირველი ევროები გვეშოვნა. ზე გიგი იღებს, ელენე ფულზე ჩალიჩობს, ვიშო ღერის, მე ვუკრავ. ეს ხალხი გვიყურებს და იმედია ფულს მოგცემს, იმიტომ რომ მაგრა გვეჩქარება. სასტუმროს დაბოვას რომ სამ დაღავდება და ჭამაც. ბიჭო რაღაც აირია რა. რადიჩი არის ყოფილა ეს? და სანამ ჩვენ ქარისმიერ არეულს ვალაგებდით, პირველი კეთილი ადამიანის გამოჩნდა და პირველი ევროებიც გვაჩუქა. Thank you. გადო? 5 ევრო მიშოვეთ შეჩევა. 4. 4 ევრო. Thank you. Thank you very much. They are continuing. Thank you. გვაქვს 9 ევრო ხალხო, აი არაფერში, იმედა 2 სიმღერაში გვაქვს 9 ევრო, შეჭება ხო არ ხარ. თქვენ არაფერი არ გაქვთ, ეს მე მაქვს. ბიჭებო. რადგან ელენე მიგვატოვა, გადავწყვიტე რომ ცალკე რუბრიკა მიმეძღვნა იმისთვის, თუ როგორ ცდილობდა გიგი ფულის შოვნას. Good song. Everyone together. Collecting money for accommodation. Okay, mere vibazrot. The best song ever you will listen to. Best songs ever. You will never hear like something like this ever somewhere else. The best song, guys. The best. We need a hotel. მაგრამ ელენეს ღიმილი მაინც თავის აშვებოდა, ამიტომ ისევ ის დავაბრუნეთ მის ძველ პოზიციაზე. Thank you. Everything I want is a dream away. I can help you, so. That was life, the singing. Be my mirror, my sword, my shield. ეს ის არის რომ შედიოდა თვალი ჩამოკარი. ეს შედია მარტო. საკუთარ სასტუმროს. მათო. აგერ დავარჯე რა მაგარი ფული იშოვება, ხო არ გადა? მართლა კაია. 5 ევროთი გახალისებულები კი უფრო მოვიხოდეთ და უკვე 4-ვე ერთად დავიწყეთ სიმღერა. I feel my heart beating. You make me feel.
Thank you. It's okay, thank you. Thank you so much. მადლობა, კაია, აი. Thank you. მოვიდა. Thank you so much. მაგრამ ვდიდრდებით რა, იმედა. ბიჭები რომ მოდიან, კარგად მუშაობ. ხარ სასტუმროს ვერ ხსნით, მაგრამ საჭმელს შევჭამთ რა. 30-მდე გვაქვს დაახლოებით რა. ხო და, კაროჩი, ეხლა ჭამოთ, იმიტომ რომ მაგრაქვშია. და მე გავაგრძელოთ რა. ეხლა მივხვდით აღშულებაზე რა თუ არიან ლიზი. ეს ხალხი დურმე მომოიდი. მაგარია ძმაო. ელენე. გავარჯობა. ძალიან სასიამოვნო, როცა უცხოეთში გცნობენ და რა თქმა უნდა გიგი ბრატისლავაშიც იცნეს, ამიტომ ჩემი რიგით მეოთხე სიბრძნის დრო დადგა ამ YouTube ვიდეოში. აქვე ვიტყვი მეგობრებო, რომ მე ეს გიგისავით რო ვიყვარდე, მე ხალხს გამოსცემი ჩემი არხი. ამის არხით, რა ვიცი და ესე ვიყვარებით მე ჩვენს როგორც ეს ვიყვართ. რემბო, ტელევიზორში ვარ რემბო დღეს. რადგან ფულის დაზოგვა გადავწყვიტეთ, სოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო უგემური პიცა ვჭამეთ, რაც კი შეიძლება რომ ჭამოთ. ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე, როცა ფულის დაზოგვას გადაწყვეტა. მაგრამ ჩვენი ძირითადი საფიქრალი მაინც ის იყო, თუ როგორ გვეშოვა ფული, რომ საღამოს ღამე სადმე გაგვეთია. აიდე, ეს ფული სად ვიშოვოთ ეხლა მედაში? ხო, ვიცი ვირეკავს. ტელეფონი გირეკავს აქ. ხო რა, ინტერნეტი მაქვს მობინექსის და ყველგან იჭერს რა სოფლიოში. საფოთ. რაში ჩრდილოეთ კორეაშიცო? ხო. კი, ალო, ოკიმ. ღამდებოდა და სასტუმროს ფული ჯერ კიდევ არ მქონდა. ამის გარდა კი აბსენტები აუცილებლად უნდა დაგველია, რომ რაიმე გიჟური გვექნა ღამე. ამისთვის კი ფული გჭირდებოდა. ასე რომ უფრო გიჟური რამ უნდა მოგვეფიქრებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ორ გუნდად გავყოფილიყავით და ერთმანეთს ფულის შოვნაში შევჯიბრებოდით. მოდი ჯეირანი. მოდი. ერთამდე. ჯეირანი. წავაგე, ესე იგი მე და ეს ვართ გუნდში, ესე გავოდი. წაგებულ გუნდს კი 5-5 აბსენტილა დაელია, რომ ფილმში მომხდარი ამბების კარგი რეფერენსი გამოსულიყო ჩვენს YouTube ვიდეოში. მე და მიშოს ფულის შოვნის იდეალური იდეა მოგვივიდა თავში, რომელიც წესით თქვენს გამოგადგებათ თუ ევროპაში ფულის შოვნას გადაწყვეტთ. ევროპელები თითქმის ვერასდროს იცნობენ ჩვენს ეროვნებას, ასე რომ თუ გამოიცნობენ საიდან ვართ, 1 ევროს ვაძლევენ, თუ არა და ჩვენ ვაძლევთ 1 ევროს რა. ხო რა, თან ორიგინალურია და არავის არ გავკეთებია და მგონია რომ ძალიან კარგად წავა. იმედია. წავედი, ხოდი პირველი მაგასახია ვკითხო წავედი. Everyone wants 1 euro for free. 1 euro. 1 euro. თქვენი ფეხებზე ვკიდი ვარ და. Hey guys, come get 1 euro for free. Yeah. So if you guess the country, you get a euro. If you don't guess it, you give us euro. როგორც მოსალოდნელი იყო ამ ბიჭებმა ბევრი იწვალეს, მაგრამ ჩვენი ეროვნება ვერ გამოიცნეს, ასე რომ ჩვენი პირველი ევროები გავაკეთეთ. Greece. Okay, so your guess is Greece. What's your guess? Iran. No. We're from Georgia. We have passports if you want that proof. Well, So now if you want euro? yeah. Yeah, High five. we just need money for the hostel, you know. So And we make also the YouTube. I don't know. Georgia is like აა ძმაო, რამდენი გავაძრეთ? ეს მე რო ვარ მithqas გიგი მოგვატყუეო, რამდენია? 2.70. ეგა. ეხლა კი წამოვნახოთ თუ რა ხდება ელენეს და გიგის მხარეს. როგორც ჩანს, აქ გიგიმ გააწყვიტა, რომ ელენეს სილამაზით ფული იშოვოს და ჩახუტებით გააკეთოს ევროები. შენ დაიწყე რა, მე არ მიდი. შენ დაიწყე, ანახე რა შეგილია. ეგა შენ. გოგო, მიდი რა, რა მორცხი ყოფილკაში. Selling cards. Yeah. If you have cash. სანამ გიგი და ელენე ჯერ კიდევ ხურდებიან, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ხალხი დავაინტერესეთ ჩვენი ჩელენჯით. So we're both from the same country, Turkey. Turkey, okay. Okay. Israel, okay. Thanks. მე მგონია გავდიდრდებით. Okay. მოდიდე. პასპორტს ანახებ შეჭება. პასპორტი ანახა, ისო გოგოეს. Oh, the 5 euros. 11 euro გვაქვს დაახლოებით. თან რამდენი წუთში? 7 წუთში. ძალიან მაგარი თამაში. ძალიან მაგარია. მოდი ახლა გავაკეთოთ ձերսკი ტრანზიშენი თუ ისინი რას აკეთებენ ახლა. ჰა? უმეცი. აბა ჩახუტება იაფა. 1 hug 1 euro. Best hug they said it's the best world hug. Man, no problem. აბა ჩახუტება. ნეტა ისინი რაშფებიან, ეხლა როგორი ტანჯებიან, არა მგონია. მე მგონია ისე რაღაც ზია სადღაც და ხდება რა კარგია. არა, if you lose, you are going to give us the euro and we need that euros for the hostel. Lose 2 euro.
აქვე ვახსენოთ მეგობრებო, რომ როგორც ეხლა ვართ, ესე ვართ გამომწერებზეც რა. მეც გამომიწერეთ, მიშოს გამოიწერეთ. ესე კლიკ 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 მარტივია რა. თუ ვერ გამოიცნობთ, რამდენი ფული გვექნება ჯამში, ანუ ახლა ჩაიფიქრე, რამდენი ფული დაგროვდება ჯამში რა. თუ ვერ გამოიცნობ, გამოგვიწერეთ. ხო და ჩეხერობა რო არ იყოს, ახლავე დააკომენტარე, რამდენ ფულს ვიშოვით. რა შვებით? ატრაკე. 20 ევრო რა ერთი შოვი ბიჭო. ვაფიტურებთ ხა, ვერავინ ვერ გამოიცნო, შანსი არ აქვს. აიდე. 1 hug 1 euro. Okay, I mean, you must say go down and maybe euro and 2 euro. High five. Bye bye guys. Cheers. Bye. მეგონი ვერ მიხუნდები. რა საკეთებ? ვერ ფულს გამოვარჩნო. მე ჩავეხუტები. 1 hug 1 euro. 1 hug 1 euro. Yes. Georgia, yeah. პირველი კაცია ვინც გამოიცნო. You're the first person who guessed it correctly. Thank you very much. Appreciate it. Thank you. 1 euro we found. 1 euro გავაძლეთ. აკა გვაქვს 1 euro. ჩვენი პირველი ფული. Oh, thank you so much. Thank you so much. You so much. Subscribe to these guys. They amazing. Thank you. როგორც ხედავთ, გიგის გუნდმა ჩახუტებით ფული ვეღარ იშოვა, ამიტომ გააწყვიტეს, რომ ეს 1 ევრო გაედავებინათ. Rock paper scissors. If you win, I'll give you 1 euro. You ready? Rock paper scissors. Oh, okay, megomrebo. I lost. Good one. Thank you. Bye bye. ერთი euro რაც გქონდა ნაშოვნი ამ ფულით. წავაგი. დავკრათ ხლა ელენე. მე მგონი მოვიგებთ ჩვენ ამ ჩელენჯს ხო? 1 euro ვიშო. ისიც აზერტული ხომ უნდა იყო. მე ცხოვრებაში კარი ის ყო რომ რაღაცა მოიგო. მოვიდე ნახე ესენი. ერთული არა მაგრამ არიციან ჩვენ რა მაყუთი გვაქვს ნაშოვნი. რამდენი იშო? უფ. რამდენი იშო? აზრი არა. გიგიმ და ელენემ წაგება აღიარეს და რადგან 0 ევრო იშოვეს, მათ გარეთ უწოდოთ ღამის გათენება. მაგრამ მე და მიშომ ვიშოვეთ 40 ევრომდე ჩვენი ჩელენჯით, რასაც ემატებოდა წინა დაკვრის და ჭამის შემდგომ მორჩენილი 20 ევრო, რაც ჰოსტელისთვის და ჭამისთვის სრულიად საკმარისი იყო. თუმცა, საშოვნი გრჩებოდა აბსენტების ფული, ასე რომ ცოტა კიდე დაუკარით 4-ვემ ერთად აი ეს გენიალური სიმღერები. არ მაქვს ფული ვცხოვრობ გლდანში, ვერ დავდივარ რესტორანში და მე არა მაქვს ფულები. რა ქვეყანა დაანგრიეს რანინა. რანინა რა ქვეყანა დაანგრიეს რანინა. ეს ვაგონში გადავიდა. No the needs we have to go blinded because maybe you gotta be another. უკვე 6 წელზე მეტია, რაც მარტო მოგზაურობ. ხო, ერთ დღესაც ეგრე გადავწყვიტე, რომ მარტო უკეთესია. და თითქმის აღარ მახსოვდა თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა, რომ მოგზაურობისას გვერდით ყავს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ. ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია რომ გაუზიაროს სიხარული, შიმშილი, აღტაცება, დაღრილობა თუ ნებისმიერი სხვა გრძნობა. ადამიანები, რომელთა იმედიც შეგიძლია რომ გქონდეს. სიმართლე რო ვთქვა, სამოგზაურო კონტენტის შექმნა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სოციალური მედიის დახმარებით თქვენთან სულ ახლოს ვიყო. ამ ხნის მანძილზე კი კინაღამ დამავიწყდა, რომ მოგზაურობის იდეა თინეიჯერი აჩის თავში ერთი გენიალური ფილმიდან გაჩნდა. Into the Wild. ბიჭი, რომელიც ყოველთვის მდიდარო ყოფილიყავი, რომ შეძლებოდა და მასავით გამერისკა. და ამ ფილმის დასასრულს არის კიდევ ერთი გენიალური და ძალიან ადამიანური ფრაზა, რომელიც მე ჩემი ცხოვრების წესად ვაქციე, რომ ბედნიერება მხოლოდ მაშინ არის რეალური, თუ მისი გაზიარება შეგიძლია. The happiness only real when shared. ასე რომ დააფასთ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, რადგან მათი უბრალო ღიმილიც კი ბევრ სხვა რამეზე მეტად ღირებულია. ურა, კარგია კონტენტ კრეატორის ცხოვრება. აი, ვიდ ბალი და. აი, ხაკია სად მივდივართ? ნოდოლო ქალაქი რომელია? რომ მიგვიწევს, ევროტურში ეგრე იყო რა. თან ახლა როვი პაპის გარდაცვლილე. ხელი. აჩა, სკუზი. კაი, ვიცი რომ აფსეტის კადრები ძალიან გაინტერესებთ, ამიტომ წამოვნახოთ კადრები, რომელიც ვიდეოში ვერ მოხდა. The Red Lion karaoke barში. უზების იმაში. საბუდარაში. What? Friend is not. ოჯახ დებილო.
აბა თენდი. მე მომწო! და იაფად შეიძინო ყველაფერი ლიდლი ყოველთვის შენს გვერდზე არის და ყოველთვის შენს უბანში არის გვერდის მიორს სუდია ფუ აგიმარჯო და თუ გაინტერესებს სად არის ფლუგეგე ხოლენი აი ისიც